რამდენი წელია მაჟორიტარი დეპუტატი ირჩევა ამ ქვეყანაზე და ამ უბანში პირველად ხარ თქვენ, ვინც მოგვაკიცეთ და ჩვენ ჭირო არ ამსიზიარებთ. ნამდვილად და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. Მთელი სოფლის სახელით დიდი მადლობა რომ ესეთი თბილი სიტყვები მითხარით. მითხარით. ერთ რამეს და მე აღარ შეგაწუხებ. ისე ამ უბანში ძირითადად 95% ასე ვთქვათ ეთნიკურად შვანეთიდან წამოსული ხალხი ვართ. ანუ დიახ, მეგრელები ცოტა გვირევია. და სიტყვას რომ მოგცემთ, იმ სიტყვის ძალიან გჯერა და იმედია რომ შეგვესრულებთ. დიდი პატივია რომ აქ ვარ თქვენ გვხვდებით. და მე უკვე რაღაცნაირად ვალდებულად ვთვლი თავს, რახან ოფიციალურად ვარ ქართული ოცნების კანდიდატი უკვე, მაჟორიტარული კანდიდატი. ვარ მოვალედ ვთვლი თავს, რომ ყველა სოფელში ჩავიდე, შევხვდე მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს და აუხსნა თუ რა არის ქართული ოცნება. ან ირანიდან, ან სოფელში. წყალი ჩვენთვის არ არის, არაფერი არა ამ ქუჩაში გაკეთებული ამდენ წელიწად, 20 წელიწადში. თითქმის გზაც არ გაკეთებულა ერთი ელემენტარული. რაც იყო, ისიც დაანგრიეს ყველაფერი. აი ესაა ჩვენი ქუჩის. მოსახლეობა დასაქმებული არის. არავინ არაა დასაქმებული, ყველა უსაქმურად ძივარ სახში. ოჯახში, იმიტომ რომ არა გვაქვს არაფრის საშუალება, ყველაფერი დაანგრიეს, რაც იყო. ვარ დევნილი ოჩამჩირიდან. და 28 ლარითა ვართ, 6 ადამიანი ვართ, 6 სული და არ ვიცი. 3 ოთახიან სახლში ვცხოვრობთ. 6 სული. რა სოციალური და არა მოგვიხსნეს. ჩვენ ზუგდიდში უნდა დავიწყოთ უკვე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის გადაადგილების შესაძლებლობის შექმნა. ქუჩაშიც, სადარბაზოებში ეს უნდა გაითვალისწინოს უკვე ბიუჯეტმა. მშენებლობა როდესაც წავა, ესე ვთქვათ. აი ახლა პენსია არის, ხო? პენსია ვერ ამიღებთ გემრიელად ისე რომ აი ჩემით შევიდე და ჩემი თავი. ან გეტყვიან რომ ჩვენ ვერ გადმოვდივართ გარეთ, ამოიყვანეთ. ან კიდე რაღაცა კარტოჩკა გააკეთეთ. მინდობილობა თუ არ აკეთებენ. აკეთებენ და მაისში მივეცი, მაისში. ის რომ იმაზე უნდა ისვა, იმპორტი უნდა მოვიდეს. ესაც არა ამას. ის მაინც 5 დღეში მოდის ათი. გავითვალისწინეთ. ამბობენ ყველაფერს მაგრამ არ ახსენე. შევხედე ყავი და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა ამას. შენთვისაც და სხვებისთვისაც ვინც რა თქმა უნდა ჩვენთან მოქალაქეები ესე გადაადგილება უჭირს. ვიცი, ეგეთი ბუნების კაცი ხარ. აბა, ხვდები ყავი და კიდევ შევხვდებით ერთ როლს. ირაკლი არის კაცი, რომელიც მართლა შეიძლება რომ საქართველოს გვერდში დაუდგეს. მინიმალური პენსია იქნება საარსებო მინიმუმი. ზე ნაკლები არ იქნება. დანარჩენს კიდე მოემატება ზემოდან. ვისაც მეტი აქვს ნამუშევარი და ბევრი წელი აქვს სტაჟის მიხედვით უფრო მეტი დაემატება, მაგრამ საარსებო მინიმუმზე ქვევით აღარ ჩამოვა. ვინ გადაგეკითხა? არავის. დავდივართ ახლა ეს პატიმაყრილი 5 პენსიონერი პედაგოგი და არ ვიცი ყოფილი. გზა პრაქტიკულად მომსპარეა, არ არსებობს და ადამიანებს 21 საუკუნეში სოფელში ესეთი გზა მართლაც სამარცხვინოა, რომ ამდენ ხანს ადგილობრივმა მმართველობის ორგანოებმა ან ცენტრალურმა ეს გზა ვერ გაუკეთა. ეს არის სირცხვილი და ჩვენ ყველა სოფელს პირდებით რომ დაიწყება ეტაპი შიდა გზების მოწესრიგების და ამ სოფელს პირველ რიგში შეეხება ეს პროცესი. წყლის პრობლემა აქვს ხალხს 21 საუკუნეში. წყლის პრობლემა. ხო შეიძლებოდა ამდენი ფული დაიხარჯა, 7 მილიარდი ვალი აიღო სააკაშვილმა რომ მოვიდა ხელისუფლებაში იმის შემდეგ. ხო შეიძლებოდა ეს ფული დახარჯულიყო ამ ელემენტარული საკითხების მოწესრიგებაზე. ოქტომბრის არჩევნებში გვაქვს შესაძლებლობა ისეთი პარლამენტი ავირჩიოთ, რომელიც ხალხს ემსახურება და არა პირიქით. პარლამენტარები, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობენ საკუთარ მოსახლეობაზე და მე არ ვიცი ყველგან ვეკითხები და აქაც იგივე შეკითხვა მინდა დავსვა. გახსოვთ თუ არა ერთხელ მაინც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გამოსულიყო და ამ სოფლის საკითხი დაეყენებინა სამეგრელოს ზუგდიდის საკითხი. არ არსებობს ეგეთი. ამიტომ შეიცვლება ეს და ეყოლებათ ისეთი წარმომადგენელი, რომელიც დღენიადაკ იზრუნებს მათი პრობლემების გადაწყვეტას. მათაც იციან კარგი მიღება, სამჯერ ვიყავი. ისე მიგიღებენ